Ivangozet მოგესალმოთ კონფერენციის მონაწილეებს პროექტში მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც გამოეთმოყრეთ ამ კონფერენციას, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უცხოელ კოლეგებს. გაიმართა კონფერენცია ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, კონფერენცია ეძღვნებოდა მდგრად განვითარებას, ინსტიტუტებს და გლობალურ გამოწვევებს. პლენარულ სტუმარზე გამოტანილი იქნა მოხსენებები, ძალიან საინტერესო მოხსენებები, მინდა ვთქვა, რომელიც ეძღვნებოდა განსაკუთრებით მდგრად განვითარებას, აქ მოცული იყო ფინანსური სექტორი, ტურისტული სექტორი და ის გამოწვევები, რომელიც არის დაკავშირებული მდგრად განვითარებასთან, ამ მიმართულებით განხილული იყო მაგალითები, მაგალითად ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით საქართველოს მაგალითი იყო განხილული და აღინიშნა ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. ჩვენი პოზიციები ამ პოზიციით საკმაოდ კარგად გამოიყურება. მართალია 35 პოზიციაზე ვართ, მაგრამ ჩვენს ქვემოთ არიან ძალიან განვითარებული ქვეყნები. ამ კუთხით მოხსენება, რომელიც გააკეთა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზაძვამ, იყო ძალიან საინტერესო და გაიმართა კიდევაც საინტერესო დისკუსია შემდეგ. ასევე იყო ტურიზმის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესო მოხსენება, რომელიც წაიკითხა უნგრეთის წარმომადგენელმა, ჩვენ მოვისმენთ საინტერესო მოხსენებები, რომლებიც გააკეთეს პოლონეთის, ბულგარეთის პროფესორებმა. პლენარული სხდომის შემდეგ სესიებში გაიმართა მოხსენებები და მათი მოსმენა და დისკუსიები, ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი კვლევების განვითარების კუთხით ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. თემატიკა იყო უაღრესად საინტერესო და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ აი აქ დაწყებული საუბარი, დისკუსიები მდგრადი განვითარების პრობლემატიკაზე და ქვეყნების პერსპექტივაზე კვლავაც გაგრძელდება შემდგომ სხვადასხვა მონაწილეების მიერ თავისივე უნივერსიტეტებში. აქედან წავიღებთ გარკვეულ მუხტს იმისთვის, რომ ჩვენთან გავაგრძელოთ ეს საქმიანობა. მასპინძლეთ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც 11 ქვეყნის საერთაშორისო მონაწილე იღებდა მონაწილეობას, მათ წარმოადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის და ასევე რეგიონში სამეცნიერო ჰაბის განვითარების პოტენციალს. ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიმართა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში. განსაკუთრებით აღნიშნული ტიპის კონფერენციები და ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დამწყები დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქვთ მიზანი, რომ შემდეგ განავითარონ თავიანთი საქმიანობა და ამისთვის მადლობა აღნიშნულ უნივერსიტეტს. This is my second time here in Kutaisi. Last year I participated just as a participant and now I'm a plenary presenter. It's a pleasure to came here the second time. It is really good. I really like the city. My topic this day will be the circular economy connected to the tourism sector and especially the tourism tax, how can affect the circular economy.